ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა, ხოლო ავტონაწილების იმპორტის გადასახადი სამოქმედება მაისშიან ცოტა მოგვიანებით იგეგმება. როგორც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, აღნიშნული ზომები ავტოინდუსტრიის წარმოუდგენელ ზრდას ხელს შეუწყობს, რაც სამუშაო ადგილების და ამერიკაში შემომავალი ინვესტიციების მატებას გამოიწვევს. ამის საპირისპიროდ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ამერიკაში ავტოწარმოების დროებით შეჩერებას, ფასების გაზრდას და მოკავშირეებთან კავშირების დაძაბვას გამოიწვევს. Anderson Economic Group-ის თანახმად 25%-იანი საიმპორტო გადასახადი ავტომობილებზე ფასს $1000 გაზრდის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მოლოდინში საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ბოლო 1 თვის განმავლობაში სპილენძი 15%-ითაა გაძვირებული, ხოლო მიმდინარე წელს ფასის ზრდის მაჩვენებელი 32%-ს აღწევს და ტონაზე $11,520 შეადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზით უახლოეს მომავალში ამერიკის მთავრობა სპილენძის იმპორტზე 25%-იან ტარიფს აამოქმედებს, რაც ქვეყანაში მეტალის შეძენას გააძვირებს, ამიტომ კომპანიები მას წინასწარ ყიდულობენ და მარაგებს ავსებენ. დონალდ ტრამპის კრიპტოკომპანიამ World Liberty Financial-მა ახალი სტეიბლკოინის გამოშვება დაანონსა, რომლის სიმბოლო USD1-ია და მისი ღირებულება ყოველთვის $1 ექვივალენტი იქნება. როგორც კომპანიის განცხადებაში აღნიშნული, ყოველი გამოშვებული კოინი დაზღვეული იქნება შესაბამისი მოცულობის ამერიკული დოლარით, რაც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. როგორც ჩანს, ეს არ არის ტრამპის ერთადერთი ინიციატივა სტეიბლკოინების ბაზარზე შესვლის მიმართულებით, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლას და ფედერალურ დონეზე სტეიბლკოინების მოითხოვს, რისთვისაც მან შესაბამისი განკარგულება გასცა და სამუშაო ჯგუფს კანონ პროექტის მომზადება დაავალა. ზოგადად სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია. ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განახდება. სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის $1 უტოლდება, არც მერს და არც ნაკლებს. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე რეგისტრირებული კომპანიები ბიტკოინში ინვესტირებას განაგრძობენ. თუ ამ დრომდე ამ მიმართულებით უდავო ლიდერი მაიკლ სეილორის სტრატეჯი იყო, ამჯერად ტენდენციას ელექტრონიკის და ვიდეო თამაშების ამერიკული ქსელი GameStop-ი შეუერთდა, რომელიც პერიოდულად ბიტკოინს იყიდის. ბიტკოინის შესაძენად კომპანია ნაღდ ფულს, სავალო ფასიან ქაღალდებს და კომპანიის კაპიტალს გამოიყენებს, ხოლო თავად ბიტკოინის სახაზინო რეზერვად მოიაზრება. ბიტკოინის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება GameStop-ის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და ის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებთან ერთად საჯაროა. 2024 წლის ბოლო სამთვეში GameStop-ის შემოსავალმა 1.28 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 28%-იანი კლებაა. სანაცვლოდ გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც 121.3 მილიონი შეადგინა. შედეგების გასაჯაროებას GameStop-ის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო აქციები თითქმის 13%-ით გაძვირდა. საინტერესოა, რომ GameStop-ი არის კომპანია, რომლის მთავარი კონკურენტი არის არა სხვა ქსელი, არამედ გაციფრულების ტენდენცია, რადგან გეიმერები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ როგორც ონლაინ მაღაზიებს, ასევე ვიდეო თამაშების სტრიმინგ პლატფორმებს. შედეგად, GameStop-ი დანახარჯების შემცირების სტრატეგიაზე გადაერთო. გასულ წელს მან ამერიკაში 590 ფილიალი დახურა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან $700 მილიონი ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა. ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში კომპანია 506,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი 44.5 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.3%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია. ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. როგორც ცნობილია, სავალუტო კოლაფსის შესანარჩუნებლად თურქულმა საბანკო სექტორმა დაახლოებით $20 მილიარდი გაყიდა, რითაც ლირის გამყარებას ხელოვნურად შეუწყო ხელი. ასეთი მასშტაბის ინტერვენცია თურქეთის ეროვნულ ბანკს არასდროს განუხორციელებია. ამასთან თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა მყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურადაა გამყარებული.
სუპერმარკეტების ინდუსტრიაში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკული Kroger-ის მიერ Albertsons შესყიდვას უკავშირდებოდა, გასული წლის მიწურულს ჩაიშალა. ამ გარიგების მოცულობა 25 მილიარდი დოლარი იყო და 2024 წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამჯერად გარიგების ჩაშლის გამო Kroger-მა სასამართლოს მიმართა და Albertsons წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რაც კონტრაქტის პირობების დარღვევას უკავშირდება. საინტერესოა, რომ თავად Albertsons მენეჯმენტი Kroger-ს ურჩივის, ანუ ამჟამად სასამართლოში ორი ერთმანეთის საპირისპირო სარჩელია შეტანილი და ორივე მხარე ამტკიცებს, რომ გარიგება მის გამო არ ჩაშლილა, სანამ კომპანიები ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. გარიგების საკითხის შესწავლა ამერიკის სასამართლომ დაიწყო, რომელმაც რამდენიმე თვით პროცესის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განმარტებით გარიგება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის მაღალ რისკს შეიცავდა, ამიტომ საკითხის შესასწავლად მეტი დრო იყო საჭირო, როგორც ირკვევა სასამართლომ გარიგება დაბლოკა, რის შემდეგაც Albertsons ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მოლაპარაკებები ამით საბოლოოდ დასრულდა. აქვე ჩართული მხარეების შესახებაც გეტყვით, Kroger-ის კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს აჭარბებს და სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რაც შეეხება Albertsons. მისი საბაზრო შეფასება 12 მილიარდია და 2500-მდე სუპერმარკეტს ფლობს. ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უხინალექისა და წყალდიდობების გამო ქვეყანაში 50 ადამიანია დაღუპული, ხოლო 100,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ძლიერი წვიმის შედეგად ქვეყანაში 9 რეგიონია დაზარალებული. ბოლივიის მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი უხინალექი ძირითადად თებერვლის თვეში მოდის ხოლმე, წელს კი განგაშის წითელი დონე მარტიდან აპრილამდე გაგრძელდება. სამხრეთ კორეაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. დაღუპულია 26 ადამიანი, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. როგორც BBC წერს, ხანძრის შედეგად განადგურებულია 1300 წლოვანი ტაძარი ქალაქ უისეონგში. სტიქია ასევე საფრთხეს უქმნის სხვა კულტურულ ძეგლებს. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. სტიქია თავდაპირველად ქალაქ უისეონგში დაიწყო. ამ დრომდე 33,000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. პარიზელებმა 23 მარტს გამართულ რეფერენდუმზე 500 ქუჩის საფეხმავლოდ მოწყობასა და საპარკინგო ადგილების 10%-ით გაუქმებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ინიციატივის მომხრეა 66%, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობა მეტად დაბალი იყო რეფერენდუმზე. ამომრჩეველთა მხოლოდ 4% გამოცხადდა. შედეგებს მხარი დაუჭირა პარიზის მერიამ. სულ პარიზში 6000-ზე მეტი ქუჩაა. ინიციატივის მიზანი ქალაქის ყველა უბანში საფეხმავლო სივრცის გაზრდაა. გაზაფხულზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება, თუ რომელი ქუჩები უნდა გახდეს საფეხმავლო. თითო უბანში ასეთი 5-8 ქუჩა უნდა იყოს. თითოეულ ქუჩაზე რეკონსტრუქციის საშუალო ბიუჯეტი 9,5 მილიონ ევროს შეადგენს.